რა მოხდა? მხოლოდ ერთხელ გითხავ, ჰაკან. მხოლოდ ერთხელ გითხავ და თუ ჩემი მეგობარი ხარ, თუ ჩემს მიმართ პატივისცემა კიდევ შეგრჩა, გთხოვ, სიმართლე მითხარი. იმ გოგოზე უნდა გითხო. გოგოზე, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდა და მსახიობი უნდა გახდეს. Oyuncu adayı hani. ის გოგო უმუთია? მიპასუხე, ჰაკან. ჰაკან, პასუხი გამეცი. იმ გოგოზე მას შემდეგ არაფერი გითხოვს. ის გოგო უმუთია რა? მე საიდან მოიტანე? შენი თვალები ისედაც ყველაფერს მეუბნება. მაგრამ მინდა ის შენგან გავიგო. გულახდილად მითხარი, თვალებში შემომხედე. ჰაკან, თვალებში შემომხედე. ჰაკან, გელოდები. უმუთია? კი, უმუთია. მომისმინე. შენი გრძნობების შესახებ რომ მიყვებოდი, მაშინ არ ვიცოდი რომ შენი რჩეული უმუთი იყო. შენ გვერდით რომ დავინახე, ჩემთვის ყველაფერი მაშინ დასრულდა. დასრულდა? ასე უბრალოდ დასრულდა? კარგად ვიცი იმ ღამეს რაც დავინახე. შენს თვალებში ასეთი ნაბერწკალი პირველად ჩავნიშნე. გესმის, ჰაკან, ისიც კარგად ვიცი რომ გულიდან სიყვარულის ამოგლეჯა ადვილი არ არის. ამიტომ ჯობია ტყუილებს თავი დაანებო. ქალბატონო დუიგო. კარგად ხართ? კი. კარგად ვარ. შენ აქ რა გინდა? არ მინდოდა თქვენი მაგიდა დამეკავებინა. მე სად უნდა მოვეწყო? მოეწყობი. სად გეჩქარება? იქ მიდი და მელექს დაელოდე. მოვა. ცოტა ხანს დაისვენე. ჯერჯერობით საქმე არაფერია. Alo. გამარჯობა. ვეტყვი გასაგებია. კარგი. თქვა ყველაფერი შემთხვევით მოხდა. როცა სიმართლე გაიგი, ასე რატომ შეიცვალე, ჰაკან? ადრე ყველაფერს მისრულებდი ხოლმე, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ერთ პატარა ათხოვნაზე უარი მითხარი. უმუცხუწლიან კონტრაქტზე ხელი მოაწერინე, ესეც არ იკმარე და ის აქ სამუშაოდ მოიყვანა. დამწყები მსახიობებით ასე როდიდან დაინტერესდი. ოზნან, იქნებ სოდა დამშვიდე. ჯერ კითხვაზე მიპასუხე. გასაგებია. რაც არ უნდა თქვა, მაინც არ დამიჯერებ. მომისმინე. 1000 ჯერ შევეცადე შენთვის ამეხსნა. და ახლა კიდევ ერთხელ აგიხსნი. ყველაფერი საქმის გამო გავაკეთე. მეორე მხარეს სუდია. მე მას სიტყვა მივეცი და უკან ვერ დავიხევ. არ შემიძლია, რა უნდა მექნა? სუდის ხოვრებით მეთამაშა? მომისმინე, ოზან. რომ მინდოდეს ყველაფერს დაგიმალავდი და არაფერს გეტყოდი.
მაგრამ გული გადაგიშალე. სიმართლე გითხარი. დამიჯერე, შენი მოტყუება, არც კი მიფიქრია. რა უნდა მექნა? უნდა მეთქვა, ეს არის ის გოგო, რომელზეც გიყვებოდი მეთქი? ეს გინდოდა? თანა ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა. წესიერად არც კი ვიცნობდი. იმ დღესაც გითხარი, რომ მე მისმა ადამიანურ მათვისებებმა მომხიბლა. მასზე უარის თქმა ჩემთვის რთული არ იყო. ოზან, ხვდები მაინც რას აკეთებ? შეყვარებულის წართმევაში მადანაშაულებ. მე ვერაფერს ვერ ხვდები. უბრალოდ ვამჩნევ, რომ მის წართმევას ვცდილობ. მომისმინე. უმოც ბოლომდე ვენდობი. სწორედ ამიტომ მოვედი შენთან დასალაპარაკებლად, თორემ ხელს მოვკიდევდი და ახლა ვიწავიყვანდი აქედან. იცი, არ მინდა გული ვატკინო. კითხავს, რატომ იყავარო? სიმართლე რომ გაიგოს, გული ძალიან ეტკინება. უნდა რომ დამოუკიდებელი გახდეს. ამაყია, დახმარებასაც არავის თხოვს. არ მინდა რამე გაიგოს, ამიტომ საუბარს დავივიწყებ. მაგრამ გავთხილებ ჰაკან. ამიერიდან ყველაფერი აწონდაწონე, თორემ მე სხვანაირად აგელაპარაკები. ყველაფერი სხვანაირად იქნება. ოზან, საყვარელო, არ დამამშვიდობები? შენ გეძებდი, შენს მოსაძებნად მოვედი. შენ და ბატონმა ჰაკანმა იკამათეთ? ვიკამათეთ? არა, არ გვიკამათია. არ გვიკამათია. ჰაკანსა და მამაჩემს უნდა ეთანამშრომლად. მაგრამ მე ჰაკანმა გადაიფიქრა, მამაჩემი კი სულ მეწუწუნება. უთხარი თქვენ საქმეში, ნუ გამრევთ მეთქი, სულ ესაა. ისეთი არაფერია. შენ როგორ ხარ? ყველაფერი რიგზე გაქვს? კი, მე კარგად ვარ, საყვარელო. დარწმუნებული ხარ? ეხლა უნდა წავიდე სამსახურში მივდივარ, კარგი? კარგი. ნახვამდის. რამე მოხდა დუიგო? რაღაც პატარა პრობლემა იყო, მაგრამ გონი ახლა ამის ხასიათზე არ ხარ. ყველაფერს მოვაგვარებ. კარგი იქნება. რა მოხდა? მომეჩვენა, რომ შენ და ოზანი გამათობდით. საიდან მოიტანე? არა, ესე არაფერი გამოვა. ეს შუშები უნდა შევაცვლევინო. იმიტომ რომ ყველაფერს ხედავს. მაპატია რომ მკითხე. როცა დამშვიდდები, მაშინ მოვალ. ახლავე გამორთე, თორემ ბრაზისგან ყველაფერს დავამტვრევ. მიდი შეამოწმე, უნდა გავიგოთ, ინტერნეტში დუდადეს. მიდი, ყველა საიტი შეამოწმე. უკვე შევამოწმე. არ სადდევს. ინტერნეტში რომ დაედოთ, ლინკს გამოაგზავნიდნენ, რადგან მეილით გამოაგზავნეს, ალბათ თქვენი შეშინება უნდათ. ამას ის გოგონები გააკეთებდნენ. უმუთისდები. ხმერთო ჩემო. ის უბადრუკები, რა უნდათ ჩემგან? ახლა გამახსენდა. ეს ამბავი რომ მოხდა, ისინიც იქ იყვნენ. ალბათ ტელეფონით გადაიღეს.
გუშინ კი აქედან რომ გაყარეთ გადაწყვიტეს, უარესი უნდა მექნა. მიდი ახლა ვედაურეკე იმ გოგოებს. მიდი დაურეკე. ეს რა ჯანდაბაა? დამჭკნარია. ეს ბავშვი ისეთია, როგორც მე მინდა. თან სამსახიობო გამოცდილებასაც იღებს. მოიცა, მის პროფილს გაჩვენებ. სად იყო? ამ კომპიუტერის არაფერი გამეგება. ეს განქორწინება არ არის. ეს უკვე ომია. ყველაფერს განანებთ. ღმერთო ჩემო. სხვა ვიდეო გავხსენი. გოგონებს კითხავს, სად შეინახეს. ახლა ვიმოვალ. სცენარის ახალი მსახიობის პროფილი აჩვენა. შენ ღამაკლდი მეთე. სუდე. ვიდეო შენს ნახე? შენი ოფისში შემოვარდნა გადაუღიათ. შენ სად ნახე? მეილზე გამომიგზავნეს. შემეშინდა. მეგონა ინტერნეტში ატვირთეს. მალე ინტერნეტში სატვირთავენ. შენ დაგიჯერე და პრესის წარმომადგენლებიც კი მოვიწვიე. სისულელეები ვილაპარაკეთ, ხომ ხედავ რაც მოხდა? გინდა რომ ყველაფერი მე დამაბრალო? გთხოვ თავს ნუ იმართლებ. ისედაც განურვებლებული ვარ. რა უნდა ვქნათ? შენ ნუ ჩაერევი. ყველაფერს მოვაგვარებ. მეც გამაგებინე, იცოდე, ყველაფერი უნდა მოაგვარო სუდე. როგორ არ გწხვენია მეთე? ჭკუას მაინც ნუ მასწავლი. არ გინდა თუ ღმერთი გწამს. მოდის გიხდით დამოგვიანდა დამირეკეს. არა უშავს. აბა ნახე. როგორ მოგეწონა? რატომ არ ეკავენ? ალბათ ჯერ გონს ვერ მოსულან. დავაცადოთ დამშვიდნენ. აუცილებლად დარეკავენ. აი ნახავ. Aç. მიდი უპასუხე. Çıldırsınlar iyice. Bak kapatmıyorlar. უპასუხე, რა სალოდები? Alo. ქალბატონო ილდა, გისმენთ. გონი იცით რატომაც გირეკავთ. ოფისში მოვგზავნით და პირისპირ ვისაუბროთ. დღეს არ გვცალია. Uygun değiliz. კარგი, მაშინ ხვალ მოდით. კარგი. ხვალ 11-ზე გვცალია. 11-ზე მოვალთ. ამის ღირსები არიან. რა გინდოდა? რატომ გაართულე? შენ რატომ ნერვიულობ? გოზირი ჩვენს ხელშია. ხომ ხედავ, ვერც კი შემეწინა აღბდეგა. ჩვენს ბრწყინვალე დასაწყის გაუმარჯოს დაიგო. გისმენ. კარგი. დიახ. მისმინეთ. რიუსგარს ეგ არ სჭირდება. სხვა პრობლემები აქვს. გასაგებია? კარგი, მოვდივარ. სკოლის ავტობუსს არ გაყვეს, კარგი? მე და მელოდოს. კარგი, ამას მივიტან და მალე მოვალ. უკაცრავად.
როდის გიხდი? რამე ხომ არ გატკინე? არა, კარგად ვარ. იყოს მე მივხედავ. თუ ბატონი რუსგარი პრობლემებს აღარ შემიქმნის, უფრო კარგად ვიქნები. გონი ჩემ მშობლებმა დაუშვეს შეცდომა, ჩემს მას რუსგარი უნდა არქვეს. კარგი. დროებით. დროებით. ვერ გადავწყვიტე შიდა ბაზარზე რომელი სახელით შევიდეთ. უშიშარი არ მომწონს. რაგო? რა სიტყვი? აჯობებს სხვა რამე მოვიფიქროთ, მამა. შეიძლება დედა შენიც გაბრაზდეს, ჩემი სახელი რატომ არ დაარქვიო. კარგი. შენ დანარჩენ საქმეებს მიხედე და თან ამაზეც იფიქრე. ახალი ბრენდის შესაქმნელად ამ საქმის პროფესიონალი ხომ უნდა მოგეძებნა? ნახებინმე? კი. რამდენიმეს ველაპარაკე. ორი ადამიანი შევარჩიე. ჯერ ყოფმანო, რამეს რომ გადავწყვეტ, შეგატყობინებ, მამა. მამა სხვა რამეზე მინდა შენთან ლაპარაკი. გისმის შვილო? შეიძლება ავანსი ავიღო. რამდენი გინდა? 40,000. რა შეგჭირდება? პირადი საქმესთვის. ავანს ვერ მოგცემ. კარგი რა მამა. ვალს ნელ-ნელა დაგიბრუნებ. მუდამ ხომ მუშაობ. მართლა? ჯერ იმუშავე. ფული შენი შრომით მოიპოვე და მერე მიეცი შენს სასიმამროსაც. როცა ფული დაგჭირდება, მე ნუ მთხოვ. ავანს ვერ მიიღებ, ოზან გასაგებია? ოზან. პრობლემები გაქვს შვილო? იმ არამზადას ფული ახლა ხანს არ მიეცი? ის არ მთხოვს მამა, ნუ მატყუებ. აბა მიგთხოვს. ფული რა შეგჭირდება? არ გამაგიჟო. კარგი რა მამა, ჩათვალე რომ არაფერი მithოვია, ამაზე ლაპარაკს მორჩეთ. შენ გამო ჰაკათან ვალში უნდა ვიყო. რა მოხდება რომ ფული მომცე? 40,000 გაგაკოტრებს? ჰაკანთან ვალში როგორ უნდა ვიყო? მასთან ვალში არ ვიქნები. მასთან ვალში არ ვიქნები. ბერილის დალაგებული ჯიქები ძლივს ვიპოვე. ამიტომ დამაგვიანდა. მიირთვი ძვირფასო. კარგი რა, კაცის გამო თავს რატომ იტანჯავ? მომისმინე დოიგუ. თუ ჰაკანმა თავის საუკეთესო მეგობარს უთხრა, ჩემი რჩეული უმუთი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვა თვალით აღარ შეხედავს. იმ ბიჭმას უმუთი სამსახურიდან არ წაიყვანა. თუ უმუთზე აღარ ფიქრობს, ხუთწლიანი ხელშეკრულება რატომ გაუფორმა? თანაც იცოდა, რომ ოზანი ძალიან გაბრაზდებოდა. ვიცი, რომ ჰაკანს ოზანი ძალიან უყვარს. თუ ჯერ კიდევ ფიქრობს, იმედი ვიქონიოთ, რომ აღარ იფიქრებს. ჰაკანი ჭკვიანი ადამიანია. მთელი დღე ოფისში ვარ. ხედავ, იმ სულევ გოგოს როგორ უყურებს. თავის თავს ებრძვის, ამას ვამჩნევ. უნდა, მაგრამ ვერ ივიწყებს. ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ვარ სუდე. ჩემთან ვალში ხარ. შენ დამღუპე. ამიტომ ამ პრობლემისგანაც შენ უნდა გამათავისუფლო. შენ უნდა მიშველო. ძვირფასო. მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია, ვუთხარი სამსახურს მე ვუშოვი მეთქი, მაგრამ ჰაკანმა არც კი მომისმინა. როგორ გონია მე მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო? არ მინდა რომ რომელიმე თქვენგან მაინერვიულოს. უკეთესი სამსახური უშოვე.
თუ გინდა მე გადავუხდი ფულს, აქ დაასაქმე. არ ვიცი, რამე მოიმოქმედე. ჰაკანი მგოგოს ისე უყურებს, რომ ნერვები მეშლება. კარგი საყვარელო. რამეს მოვიფიქრებ. სუდე. ახლა მაინც შეასრულე პირობა და ჩემი მდგომარეობის შესახებ არავის უთხრა. ძვირფასო. მაშინდელი ამბის გამო ისედაც ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ჰაკანის გრძნობების შესახებ რომ ცოდნო და ხმას როგორ ამოვიღებდი. არ გინდა ძალიან გთხოვ. მეც ნუ მათგენ გულს. თავს ასე ნუ იდანჯავ. უმუთი არ არის ცუდი გოგო. მათ შორის არაფერი მოხდება. არი დარდო. უმუც ნუ მიხსენებ. ის გოგო საშილა თვალთმაქცია. თვალთმაქცი. გარკი. ბევრი დრო არ მაქვს. ყველა ჩვენ გვიყურებს. დღეს მამა შენიც იყო მოსული. სახლში მშვიდად ვერ ვილაპარაკეთ და აქ ამიტომ მოვედი. უმუდზე მინდა დალაპარაკება. შერიგდით? არა. არ დაურეკავს. მეც ველოდები. ვიფიქრე რომ ჰალე მისი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ჰალე იქ დედამისთან ერთად ცხოვრობს, თან ძალიან პატარა სახლია. სამი ქალი იმ პატარა სახლში მარტოა. ალბათ უმუთიც უხერხულად გრძნობს თავს. მეც არ მომწონს იქ რომ არიან. ოზანსაც ველაპარაკე თანახმა, რომ დაქორწინდნენ. მაგრამ უმუთი თავს იკავებს. მიზეზი არ ვიცი. იქნებ უმუთს დაელაპარაკო, იქნებ რამე კითხრას და ეს მოვაგვაროთ. მიზეზი ისედაც ცხადი არ არის? თუ დაქორწინდებიან, მამა ვეღარაფერს იზამს. იძულებული გახდება გაჩუმდეს. იმ ბიჭს როდიდან ან რაზე ელაპარაკები? ჩემთან მოვიდა. ყველაფერი გულახდილად მითხრა. ყველაფერი ამიხსნა. ვერ ვიტყვი, არ ვიცი იმ დღეს რა დამემართა. თავი ვერ გავაკონტროლე. არ მესმის ეს როგორ გავაკეთე. უმუთ შეგნებულად ზიანს არ მივაყენებდი. ის ხომ ჩემი და ვცდილობ მამობაც გავუწიო. იმიტომ რომ მამამ ეს ვერ შეძლო. მეგონა მას მე შევცვლიდი. რაც არ უნდა იყოს ის ჩემი და მაგრამ ცხოვრება მაინც დაუნგრია. ახლა კი ვცდილობ იქნებ რომ გამომივიდეს და ყველაფერი გამოვასწორო. შენ ჩემს ხელში გაიზარდე, მუსა. კარგად ვიცი როგორი გული გაქვს. მართალია გვიან, მაგრამ მაინც დაგვანახე რა გულკეთილიც ხარ. მე რა უნდა გითხრა შვილო? შეცდომას ყველა უშვებს. თავარია რომ ჩვენ შეცდომებს მივხვდეთ. დროულად მივხვდეთ. თუ შემიძლია რამე დაგეხმარო, მითხარი არ მოგერიდოს. მე აქ ვარ. თუ უმუც დაელაპარაკები. მეც ველოდები მის სარს. ჩემ შვილს არასდროს არაფერი შეშლია. ყოველთვის ჩვენ უშვებდით შეცდომას. ამდენი რამის შემდეგ უმუც ვერ ვეტყვი სახლში დაბრუნდითქო. ახლა უნდა დაველოდოთ, როდის გვაპატიებს. უნდა დაველოდოთ. გული როდის მოულბება. მერე დაგვიბრუნდება შვილო. მე შვილს დავიბრუნებ, შენ კი შენს დას. მოდი ცოტა დრო მიეცი. დამშვიდდეს. წყენა გადაულის. გული მოუბრუნდება. კარგი, აღარ მოგაცდენ დედა ზელიხა. ზელიხა. აკაურობა არ მომეწონა. იქნებ რაიმე უკეთესი სამსახური მოძებნა. ან საერთოდ ნოიმუშავებ, მე დაგეხმარები. ამაზე არი ნერვიულო. მადლობა. მადლობა, მაგრამ სამსახურის გარეშე ვერ გავჩერდები. იქნებ უმუცაც დასჭირდეს ფული. მეც მინდა მქონდეს ცოტა ოდენი.
გმადლობ. შენც მადლობა. მადლობა. ლაპარაკობ, მაგრამ რა აზრი აქვს? გინ ჩვენთვის მithkoms, გინდაც კედლისთვის. მომისმინე, ჩვენ ხომ უნდა გვეცადა, მარტო მე რამდენ შევძლებ? რა გინდა? გინდა რომ გამაგიშო? ვერ გავიგე, რა გინდა? რუსგარ, ჩემი არასდროს გესმის. უბრალოდ გადავიწერე. ასე რატომ აზვიადებ, რა მოხდა? ვაზვიადება რა? ჩემი ბრალია. ამდენს რატომ გელაპარაკები? იმის ღირსი ხარ რომ სადღეღამისო სკოლაში გაგიშვა. მერე ყველაფერი მოგვარდება. ეს გინდა რა? ახლა სადღეღამისო სკოლით უნდა დამემუქრო. 3 დღე მიპატრონე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გინდა მომიშორო? მუდარას არ დაგიწყებ და არ გეტყვი, სახლიდან არ გამოგდო მეთქი. ის სახლი ჩემიცაა. გარდა ამისა, ამას მარტო შენ ვერ გადაწყვეტ. მართლა? ამდენ შრომის გარეშე კი არ მივაღწიე. მამას ბავშვობიდან დავყვებოდი გადაღებებზე, დღე და ღამე მუშაობდი. ამდენი რომ არ მეშრომ ასეთი ცხოვრება გექნებოდა? სკოლის არჩევის შესაძლებლობა გექნებოდა? არაფერი არ გექნებოდა რუსგარ. ნაპატიე, მაგრამ მე შენსავით არჩევანის შესაძლებლობა არ მქონია. არ მქონია. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, როგორც მინდოდა. შენგან განსხვავებით ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ბოდიში რომ ასე ვიზრდებოდი. აი ნახავ, გასწავლი, ჩვენი გვარი ღირსეულად როგორ უნდა ატარო, გაჩვენებ. ყველაფერს გაჩვენებ. აი ნახავ. ნახავ ეს როგორ უნდა გააკეთო. კარგი. ეხლა კი მანქანაში ჩაჯექი. ეს საიდან მოიტანე? ვიფიქრე, შენ თუ დაელაპარაკები, უმუთი დაგიჯერებს. ასე მგონია, ჩემზე არაფერს ვამბობ, მაგრამ დედა ზელი ხა, ძალიან ნერვიულობს. ხომ იცი მისთვის უმუთი რა ძვირფასია. ახლა მასთან ვიყავი. ერთ კაფეში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. უთხარი არ გინდანო იმუშავებ, მე დაგეხმარები მეთქი, მაგრამ შეიძლება უმუც ფული დაშირდესო. სად? ქავაჯიქში. შენ და დედა შენი დაელაპარაკეთ. იქნებ როგორმე დაიყოლიოთ. უთხარით რომ ცხოვრება ხან მოკლეა. სანამ დედა ცოცხალი ყავს, მისი მოფერებით გული იჯეროს. კარგი, დაველაპარაკები. შენ როგორ ხარ? კიდევ თუ დავაგვიანებ, კარგად ვეღარ ვიქნები. ფატიხი შენიშვნას მომცემს. კარგი, მაშინ წავა. კარგი, ნახვამდის. დოიგო, ამიერიდან ამბით შენ გაბარებ. სკოლის შემდეგ აქ მოვა და იმუშავებს. რას ამბობ? თანაც არ გააცდენს. ოფისში ისევე იმუშავებს როგორც ხვები. თუ გააცდენს, პასუხს შენ მოგთხო. თუ გინდა ჩიპი დამეყენე და გაიგე სად ვიქნები. მაგას მერე გავაკეთებ. თათბერზე ვიქნები. ბოლოს მაინც გაგიჟია რა. ჩემი გაგიჟება რად უნდა, ისედაც ყველაფერი აშკარაა. ომოთ. ამის 500 მჭირდება. კარგი. შენ მსახიობი არ იყავი? ამ საპყრობილეში რატომ მუშაობ? საპყრობილეში? აქაურობა საპყრობილია. რევსგარ. დროს საუბარში თუ დახარჯობ, შენი ძმა გაგიბრაზდება. წამოდი წავიდეთ. უმუთმა კი თავის საქმეს უნდა მიხედოს. წამოდი.
რა მოხდა? Allah Allah. რატომ არ ჩერდება? რა მოხდა? ამის გაჩერება იცი? ღმერთო. რამეს დააჭირე რომ გაჩერებულიყო. არ ვიცი, ვაჭერ, მაგრამ არ ჩერდება. რა ხდება? მგონი გაფუჭდა. ხოჩახ. ეს აპარატი ყოველ წუთას გვჭირდება. გამოყენება თუ არ იცოდე, ვინმესთვის გეკითხა. ყველაფერს შენს თავზე რატომ იღებ? ის არაფერ შუაშია. მე გავაფუჭე. არ ვიცი რაღაც ხილაკს დავაჭირე, მაგრამ არ გამოირთო. როგორც ჩანს ამ აპარატს რაღაც პრობლემა აქვს. უსამართლო ბრალდების გამო უმოც მგონი ბოდიში უნდა მოუხადო. Bir de paparayı yedik. რა შენ ესე არ ფიქრობ? Hak etti bence. ამის გაკეთება მგონი შენ დაგავალე. რიუსგარისთვის დახმარება არ უნდა გეთხოვა. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. ეს შენს გეხება რიუსგარ. ვინმე იპოვეთ და აპარატი შეაკეთებინეთ. ეს რა იყო? Ya bak. მომისმინე, ამ ოფისში ვინც მოდის, ყველა მუტანტად რატომ იქცევა? გონი გარემოსბრალია. მაგრამ შენ არ ინერვიულო. ჩვენ თავიდანვე ასეთი ურთიერთობა გვაქვს. თავიტყუილად არ დაიდანაშაულო. არა უშავს. შენთან ვალში ვარ. ამ ვალს ერთ დღეს გაგახსენებ. Ben sana bunu. ღმერთო, მართლა აღარ ჩერდება. Ya არა უშავს რამე ეშველება. არა მგონია მოუგვარებელი პრობლემა იყოს. Ya bak მოდი, ვინმეს დაუძახოთ, თორემ bu böyle olmayacak. ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. Birini bulalım. Yoksa მე და შენ ვერ მივხედავთ. საწყალი. სასადილოში მუშაობს? მუსას უთქვამს არ იმუშაო, მაგრამ თურმე ფულს შენთვის აგროვებს. მე მისთვის ფული არ მithოვია. მე სულ მთავაზობს ხოლმე. ხომ არ გამოგირთმევია? არა. უმუთ. Peki sen დედა არ გენატრება. anneni? არ ვიცი, ჰალე, თაგვზა მაქვს აბნეული. მასზე თან გაბრაზებული ვარ, თან მენატრება. Hem ona kızgın მისი მადლიერი ვარ, მაგრამ ჯერ წყენა არ გამნელებია. net doluyum. Hem საკუთარ თავთან გამუთმებით ვგამათობ. yani არ ვიცი როგორ მოვიქცე. kavga ediyorum ki. Ben მე არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ yaşayanlar როგორც ამბობენ, დედაშვილს შორის განსაკუთრებული კავშირია. böyle bir şey. Bugün დღეს მუსამაც ეს მითხრა. söyle იცი როგორი გულწრფელი იყო? tarzı. დედაშვილობაზე ისე ილაპარაკა მისი სიტყვები, მეც გულზე მომხვდა. მითხრა სანამ დედამისი ცოცხალია, მისი მოფერებით გული იჯეროსო. ამ შანს ხელიდან ნუ გაუშვებ საყვარელო. შენ ყავს დედა, რომელიც მოგისმენს და გულში ჩაგიგრავს. თანაც გული როგორც გადგინა, Hem ჭრილობასაც ისევე მოგიშუშებს. არც კი ერიდებათ, ღმერთო ჩემო. უკაცრავად. რამე მითხარით? ვერ გავიგონე. რეახ შენ გითხარი. აქ პატიოსანი ხალხი ცხოვრობს, სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. ვერ გავიგე რას გულისხმობთ. ეს ჩემი საცოლის სახლია, გასაგებია? სულ ეგრე ამბობენ, საცოლე, ბიძაშვილი. ამ სახლში ყოველდღე ვიღაც მოდის, თან ძვირად ღირებული მანქანებით. ცხვირს დაგიმტრევა. ასე ლაპარაკს როგორ ბედა? მოდი აქ.
ნორგური ქორწინებაზე როდის დათანხმდება? ნორგური ქორწინებაზე როდის დათანხმდება? ხედავ, ნორგური ქორწინებაზე როდის დათანხმდება? ნორგური ქორწინებაზე როდის დათანხმდება? ხედავ, რომ გავიგუდო, ჭიქა წყალსაც არ მომაწვდის. საყვარელო, აქ საიდან გაჩნდი? ახლა მოვედი. უმუთ, მე რა გითხარი? ხომ გითხარი მოვა მეთქი? საყვარელო, რა კარგია რომ მოხვედი. ჰანას ვერ ვაჩერებდი. მეც ამიტომ მოვედი. ძალიან მომენადრე. მეც შენ რომ არ მენახე, სალში ვერ წავიდოდი. ძალიან გემრიელი ნაყინია. ასეთი არაზრუს მიჭამია. ოზან, ღმერთმა გაგახაროს. უკვე გამახარა. იმედია ღმერთი მეც მალე გამახარებს. Tez zamanda görür. ოზან, თუ ღმერთი გწამს მითხარი. შენსავით კარგი და წარმოსადეგი მეგობარი არ გყავს? თეთრი რაშით რომ მოვიდეს და წამიყვანოს. საყვარელო, ექიმა გვითხრა ამას თავი დაანებეთ, მდგომარეობიდან თავისით გამოვაო. ჯამე. ხალბატონო, შენ ოთახს დაუბრუნდი? სისულელეებს თავი დაანებე. ჩემი ცოლი არ ხარ, არ შეიძლება შეგიხო. ვისაც გინდა იმას შეეხე. ამიერიდან დივანზე შენ დაიძინებ. დასვენება მინდა. აქ დილით დაიძინე. მაგაზე არ ციოცნებო. მე ჩემს ლოგინში მინდა დაძინება. ვისაც არ უნდა წავიდეს და დივანზე დაიძინოს. მომისმინე, უკვე ზედმეტი მოგდის. Trilad iqavi. İtsode mere inaneb. Oynamaya başladın hatun. Dikkat et. Sonra Qaygı? fena arızaya bağlarım. რაც გინდა ისქენი ბატონო ზაფერ. ამიერიდან ასე იქნება, იქამდე სანამ ფულს არ დააბრუნებ. გასაგებია? შენი გოგოს გამო რა არავიტანე უმადურო. ყველანი უმადურები ხართ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ერთ კურსაც ვერ მიიღებ ჩემგან. არ მოგცემთ. Rüzgar. Rüzgar. ოდესმე შენს თავს შეწინააღმდეგები ხარ ძმაო? მეუბნებოდი, შეგიძლია ყველაფერი კონდესო. აი ხომ ხედავ. დამოუკიდებელი ვარ. მაგრამ მიდი აბა მკითხე. ყოველ წუთას, ყოველ წამს ბედნიერი ვარ? არა ძმაო. Akıl არაფრით ვარ კმაყოფილი. uçtu gitti. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. ტვინი აღარ მაქვს. მასე უარი ვთქვა და უკან დავიხიო? თუ ვიბრძოლო? როგორ?
ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულია. თანაც ჩემთან მოვიყვანე სამუშაოდ. ნამდვილი მანიაკი ვარ. რა ვქნა? ჩემთვის ისიც საკმარისია მას რომ ვხედავ. აწამე საკუთარი თავი. აწამე საკუთარი თავი. მდგომარეობა ეს რა სიყვარულია. თითქოს ცეცხლში ვიწვი. აბა მაყოფილი ხარ შენი ძმის მდგომარეობით. მეუბნებოდი შეგიძლია ყველაფერი კონდესო. რომ ხედავ, არაფერი მაქვს. შიდა ბაზარზე ტანსაცმლის მწარმოებელი ბევრი კომპანიაა. ნახოთ, კონკურენციას თუ გაუწევთ. ყველაფერი გამოგვივა, მენდე. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მარკა უნდა შევქმნათ. ორი განსხვავებული ჯგუფი უნდა ჩამოვაყალიბოთ. ყველაფერი მარტივია, ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. მალე მოვალ. შენთან დარეკვას ვაპირებდი მუსა. რა მოხდა? ერთ საკითხზე მინდა დაგელაპარაკო. დღეს კაფეში იქნები? ხო, როგორ არა, როცა გინდა მაშინ მოდი. კარგი, შემოგივლი. შვილო, გუშინ შენი ძმა დავიბარეთ და დიდხანს ვისაუბრეთ. რა ხდება? ყოველდღე რაღაც ახალ პრობლემას ნახულობ. არა, ის კაცი ცოდოა, თავის საქმეს მიაგდებს და აქ მორბის ხოლმე. სხვა გზა არა გვაქვს, ისე უნდა დავიბაროთ. მასწავლებელო. ჩემი ძმა ქალაქში არ არის. შეიძლება ჩემს დაურეკო. ოჯახიდან ვინც გინდა ის იყოს. მადლობა. გისმენთ. ერთი წუთით. უმუთ. ტელეფონთან გთხოვენ. ალო. ჩემი ძმა? კარგი, დამალაპარაკეთ. ალი, საიდან რეკავ? დაო, გამარჯობა. რიუსგარ. ხო. სკოლაში რაღაც პატარა პრობლემაა. დირექტორ შენი ნახვა უნდა. შეგიძლია მოხვიდე. ვიცი საქმეები გაქვს, მაგრამ ჰაკანი ქალაქიდანაა გასული და ეძულებული გავხდი შენთვის და მერეკა. კარგი, მითხარი სად ხარ? კარგი, დამელოდე. ძნელი სულაც არ ყოფილა. დიდი მადლობა. არაფრის, რამეს თუ ვერ გაიგებ, შეგიძლია მკითხო. კარგი. გმადლობ, მეგობარო. დედას ელიხას დაველაპარაკე. უმუც ის დაიყოლიებს. მამა ჩემი არა. როცა იქორწინებთ, მერე მამა აღარ შეგაწუხებთ.
თუ რამე მოხდება მითხარი და მე როგორმე გავუმკლავდები. მე ჩემი საქმეები უნდა მოვაგვარო. ამა ჩემის ფული ცხოვრება ადვილია, მაგრამ მე ასე არ მინდა. გონიამ სიამოვნებს უმუთი და მე ცალ-ცალკე რომ ვართ, რა თქმა უნდა არა ძმაო. გაიხარე, რა თქმა უნდა. ასე არ გამოდის. თან სამი ქალი ერთ სახლში. მესამე ვინ არის? ხალის დედა? ხო, მაგაზე ვამბობ. მაგაზე ამბობ, ხო, მე კიდევ სხვა რამეზე ვფიქრობდი. ისი არ გამოვიდეს თითქოს კედელთან ვიგამწყვდიე, მაგრამ ჩემთვის ასეთი რაღაცეები ცოტა არ იყოს უცხოა. ამ ყველაფერს გვერდიდან შეხედე. ხომ იცი? გოგო ერთ დღეს ერთს მიყავს, მეორე დღეს კი მეორეს მოყავს სახლში. ახალი მანქანიდან გადმოდის. ხალხმა რა იცი შენ ვინ ხარ? როგორი ხარ? ამას წინათ მე გავგიჟდი, თურმე მისი უფროსი ყოფილა, სახლში მიიყვანა. მე საიდან უნდა მწოდნოდა? წარმოდგენა არ მქონდა. ვიზე ლაპარაკობ? ის რომ ერთი წუთით მოიცა. ეს? ხო, იცნობ? ჩემი ახლო მეგობარია. ძალიან ახლო. მეგობარი, რა თქმა უნდა. მეგობარი ძვირფასია, მაგრამ შენ ამ ხალხს არ იცნობ. ამ მატყბაში თუ ჩავარდი, წასულია შენი საქმე. ჩვენთან ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. ჰალე ზემოთ არის ვინმე? ოზან თუ ამჩნევეს ჩემი სახლია, ზემოთ კი ჩემი მეგობრები არიან. არ ვიცი საქმე რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ ვეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. თუ გინდა არ მოხვიდე. შვიდად მოაგვარე შენი საქმე. კარგი. დიდი მადლობა. კარგი იქნება საერთოდ თუ არ მოხვალ. გუშინდელის მერე ძალიან ღელავ. აი ამჯერად აუცილებლად მოგცემენ როლს. ხო, სელდა. იქაურობა ჩვენია. მე დიდებულ საუკუნეში რამე მნიშვნელოვანი როლი მინდა. მომისმინე. ახლა ზედმეტი არ უნდა ვილაპარაკოთ, თორემ ვეღარ გავჩერდები. ზედმეტი არ მომივიდეს. დამშვიდდი. მობრძანდით. ქალბატონებო, ვფიქრობ, ახლა ვხედავთ ჩვენ შორის მომხდარი გაურკვევლობის შედეგს. თქვენ მიერ გამოგზავნილი ჩანაწერი ახალი არ არის. ჩვენ ამ ჩანაწერის გამოყენება არ გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ სხვაგვარად ვერ დაგაინტერესეთ. კარგი. გასაგებია, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით. დიახ. რადგან თქვენ ჩვენ დავით დამოკიდებულებას შეცვალეთ, ჯერ რამით გაგიმასპინძლდებით. შხამი დაგელიოთ. ასეთი მდგომარეობა მუსა, შენი დახმარება მჭირდება. რას მეუბნები ბიჭო? ციხეში ვიჯექი, მაგრამ ასეთი საქმეების გამო არა. ვიღაც ნაძირლები მოვიდნენ იჭხუბეს და მეც ჩავერიე ჭხუბში. ბანდიტები ყოფილან, საიდან უნდა მწოდნოდა. თორემ მე ვახშეებთან რა საქმე მაქვს? ეგეთ საქმეში არ ვერევი ძმაო. საწყალ ადამიანს არ დავარტყამ, დაუცველ ადამიანს ტკივილს არ მივაყენებ. არ ცხენი ამას რომ მეუბნები. სწორად გამიგე მუსა, მომისმინე. ცუდი განზრახვით არ მიკითხავს, ფული მჭირდება, ფული. ბიჭო, წადი ბანკიდან, კრედიტი გამოიტანე, ყველას აძლევენ. მე დიდი თანხა მინდა. მაგისტრის კი ბუღალტრის განსაბუთებს ითხოვენ. ბუღალტერს ეს რომ მოვთხოვო, მამაჩემს გააგებინებს, მე კი ეს არ მინდა. იმიტომ გეკითხები, რომ იქნებ ვინმე ნაცნობი ყავს. ბიჭო, ეს საქმე მამაჩემს ეხება? არა, ასე არ არის. ერთი მეგობარი მყავს, რომელთანაც ვალში ვარ და არ მინდა რომ ვალში ვიყო. იცნობ ვინმეს? ერთს ვიცნობ,
ციხეში გავიცანი. მადლობა ღმერთს მასთან საქმე არ მქონია. ღმერთმა ყველა დაიფაროს და მე ვახშე არავის დააჭიროს. შეგიძლია მასთან წამიყვანო. ბიჭო, მე შენ რას გეუბნები? სხვა მეგობარი არ ყავს ფული რომ ეს ესხო. მე ვახშეები და უნდობლები არიან, რომ დაგჭირდეს ვერ გადაავადებ. ერთს ვიცნობ, მათგან ვალია იყო, ვერ გადაიხადა და ის ესცემეს რომ დააინვალიდეს. გადავიხდი ძმაო, გადავიხდი. ამ საქმეს მეგობრებით ვერ მოვაგვარებ. სელდა, ეს კარგია. რას უწუნებ? მხოლოდ ერთი სერია რა არის? არა, ეს როლი არ მინდა. ორი სერიაა. ახალ სეზონზე ბევრი ახალი სერიალი იწყება და რომელიმეში აუცილებლად იქნება რამე მნიშვნელოვანი როლი. ასე არ არის ძვირფასო. პატარა ბავშვებს კანფეტებით რომ ატყუებენ, ისე იქცევით. თან ჩვენ ქალბატონის სუდეს სიცოცხლე უნდა ვიხსნათ. ფიქრობთ, თქვენც მოიფიქრებთ, რამე უკეთეს. ქალბატონებო, ვცდილობ აგიხსნათ, მხოლოდ ეს არ იქნება. ჯერ დაიწყეთ, მერე კი გაგრძელებაც იქნება. ყველაფერში დაგეხმარებით, მაგრამ გამოცდილება ხომ და შეიძინოთ არა? ისე ამოგვიდგებით მხარში როგორც ომუს, ნუ ღელავთ. იმას მიიღებთ, რასაც დაიმსახურებთ. გვირდებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. შეგიძლიათ გვენდოთ. კარგი. მაშინ მოდი წერილობითი შეთანხმება გავაფორმოთ. რა გარანტია გვაქვს, რომ არ მოგვატყუებთ? თანაც მე ამ როლებიდან არც ერთი არ მომეწონა. სხვა ვარიანტები არ გაქვთ? ახლავე გაჩვენებ სხვა ვარიანტებს, უსინდისოებო. ქალბატონო სუდე, აქ რას აკეთებთ? შენ ნუ ერევი. ვისთან დაიჭირეთ საქმე, იცით? ახლა არ გამაგიჟოთ, თორემ თმებს ღერა-ღერა დაგაბუდავთ. ჩვენ გაგაფრთხილეთ. საკუთარ თავს ტელევიზორში ნახავთ. აქედან გაეთრიეთ, თქვენ არ ამზადებო. როგორ ბედავთ? კარგი როლი იყო. მითხარი რა არ გეღო? რომ დათანხმებულიყავი მოგდებოდი? თავარი როლი მოგეთხოვა. თვალით იმდენჯერ განიშნე, ზედმეტი არ მოგივიდეს მეთქი. შენ არ თქვი თავი არ დავუხაროთო. სულელური როლებით გვატყუებდნენ. მე ისიც გითხარი, რომ სადღაც უნდა გავჩერებულიყავით. ასე არ იყო? იქ მხოლოდ ერთი სერიის როლი იყო. ახლა კმაყოფილი ხარ? ჩვენც მივცეთ ტელევიზიებს მათზე ინფორმაცია და ნახავს რა მოუვა. მისი შერწყვა ჩვენ რა სარგებელს მოგვიდან სელდა. შენ გამო შანსი უკვე გავუშვით ხელიდან. ახლა მოკედე. ხმა არა მოიღო. დიახ, ბერილ. რა? ღმერთო ჩემო. მათ მაგივრად მე გიხდი ბოდიშს. აღარ ვიცი რა გითხრა. კარგი, არ ინერვიულოთ. კარგი ნახვამდის. დიდი მადლობა. აქ დავდებ მაგიდა რომ არ დასველდეს. ნამდვილად მესმის თქვენი. ძალიან კარგად მესმის. მე და ჩემი ძმაც დავიღალეთ ამ ბავშვის დევნით. ვერ ხვდები საიდან მოაქვს ან სად სწავლობს ასეთ რაღაცებს. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთი შანსი მისცეთ. ახლა გარდატეხის ასაკი აქვს. ეს პერიოდი ხომ ყველამ გამოვიარეთ. ვიცი, თქვენაც მამიამბო. წუხვარ. დიახ. რიუსგარ გინდა რომ გამაგიჟო? მთელი სკოლის გასაგონად რატომ ღეროდი? ბატონო დირექტორო, თქვენ არ ინერვიულოთ. როგორც საჭიროა, ისე დაველაპარაკები. ძალიან დიდი მადლობა გული რომ არ დამწყვეტეთ და კიდევ ერთი შანსი მიეცით. თქვენაირი პროფესიონალების ხალობით ბავშვები ასეთ პერიოდს ადვილად უმკლავდებიან. ხომ ასე არის უსგარ?
ამის დაჯერება ჩვენც გვინდა. Merak etme. გთხოვთ, არ ინერვიულოთ. Biz kalkalım artık. Sizin daha fazla... ჩვენ წავალთ, დროს აღარ წაგართმევთ. Sonuçta Ari dardot. tehdittir. მე მას Ben დავსჭი. onu cezalandıracağım. ნახვამდის. შენ მე გამომყევი, პატარა ბატონო. რიუს გამოიცინი, თორემ მიხვდებიან. კარგი, ბოდი შემაპატიე. ეს რა იყო? ცოტაც და დირექტორთან თავს ვერ შევიკავებდი, გადავიხარხარებდი. აბა რა უნდა მექნა? რადგან აქ ისე მომიყვანე როგორც სხვა ადამიანი, ვიფიქრე, როლში შევალ მეთქი. არ გამომივიდა? მაგარი იყო, ოსკარით გაჯილდოება. კურსებზე სიაულ შეეშვი, რაში გჭირდება? რა მოხდა? რა არ ხდება რა? ჯერ კიდევ გუშინ ლამის ერთმანეთი დავხოცეთ. დღეს კი ერთად მივდივართ მევახშესთან. ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე. ყვილად ხომ არა ნათქვამი, ღორის წემე მეგობრად გამოგადგებაო. და ჩვენში ღორი რომელია? ორივე, რადგან ორივეს მაგრად მოგხვდა. ხომ გითხარი ვალს დაგიბრუნებ მეთქი? მაგრამ შენ უფრო დიდი საქმე გამიკეთე. ამიტომ ეხლა მე ვარ შენთან ვალში. ასია. სისულელეს ნუ ამბობ. აქ სადმე არის ისეთი ადგილი, რომ დავსხდეთ და მშვიდად ვილაპარაკოთ. უმუთ. შეგიძლია გამოხვიდე როლიდან. ჭკუის დარიგების მოსმენა რომ დომოდა, დამიჯერეთ ჩემს მას დაურეკავდი. Vallahi bilmiyorum. არ ვიცი, ამისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი. Hala çok geç değil. კარგი რა. Bak ben ჭკუის დარიგება არც მე მიყვარს. მაგრამ მგონი, ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. შეგვიძლია უბრალოდ ვილაპარაკოთ. ფრთხილად იყავი, ძალიან შეიჭერი როლში. ღმერთო ჩემო. ეს თმა ძალიან გაქვს ჩახუჯუჯებული. ცოტა შესაჭრელია. საშინელი ადგილია ძმო. ხო, როგორც ხედავ ეს ხალხი ფულს პიესებზე არ აკეთებს. ჯერ კიდევ შეგიძლია დაფიქრდე. შეგიძლია გადაიფიქრო. არ მომწონს ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავთ. თითქოს ცხოვრება დაგენგრათ თავზე. არ გიხდებათ. ღმერთო, რამძიმე დამოიოხრეთ. ის სოფლელი ისევ სენაზია. თქვენს მეგობარს თვალი არ აეხილა. ახლა სამუშაოდ გადმოვიდა ჩვენთან. რა უსირცხვილო ყოფილა. როგორი თავხედი? თანაც როგორი. ამ ამბავს სხვა მხრიდან შეხედეთ. იქ ყოველდღე თამაშს ვერ შეძლებს. ასე უფრო მალე გამოაშკარავებს თავის თავს. მომისმინეთ, გუშინაკ ერთი კლიენტი მკითხავს ახსენებდა. თურმე ყველაფერს ზუსტად ამბობს. არა ძვირფასო. აქამდე თუ მივიდეთ ჩემი საქმე, პირობები გასაგებია რა. დათქმულ დროს თუ გადააცილებ, ყოველდღე მოემატება პროცენტი. გასაგებია. ეს კაცი ძალიან არის თავის თავში დარწმუნებული. მუსა, რა ხდება? ძმაო, ცუდი არაფერი ხდება. შეგიძლია ენდო. სამწუხაროდ იმდენი ქონება არ მაქვს, რომ თავდებად დაუდგე, მაგრამ
სხვა მხრივ გარანტიას მეგაძლევთ. წესიერი კაცია. ყვაწვილო. ხედავ რომ ქალაქის სუფთა ცხოვრებას ხარ შეჩეული და ამ ხარეში შემთხვევით მოხვდი. ჩვენი საქმიანობა შენს ბანკებს არ გავს. გესმის? თუ გვეტყვი, ფული არ მაქვს. თუ გინდათ მომკალითო? იცოდი არც კი დავფიქრდებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამაზე არ იდარდოთ. რას ნიშნავს ვერ გამოვართვი? როგორ ვერ გამოვართვი? ხვდები რომ ორი კახვის გამო ხალხის დასაცინი გავხდებით. შენ კი ყველაფერი მე გადმომაბრალე. ის გახბები შენ აქ კიდე. ჩემი კომპანია რომ წამართვი ამისთვის მადლობაც უნდა გადამეხადა არა? სულელი ვარ. ნეტავაზე რას ნერვიულობ? სუდე, საკმარისია. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რა ზიზამ მეთე? კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია ჩემთვის მითხარი? მითხარი. ნორმალური ადამიანები ვით ვერ გამქორწინდებით. გონსმოდის ანამ ორივე ცხოვრება დაინგრა. ნუ ბოდავ. დამშვიდით ბატონო მეთე. აქედან გაეთრიე. საკმარისია. იცოდე აქ კიდევ ერთხელ თუ მოხვალ, პოლიციაში გიჩივლებ. კარი ასე კი არა, აი ასე უნდა გაიჯახუნო. თუ არ იცი მე გასავლი. იდიოტი. მეგობარო, გმადლობ. მაგრამ ნუ ჯიუტობ. იქნებ რაღაც საქმე მაქვს. ფეხი წავალ. აქ ჩამომსვი. კარგი როგორც გინდა. მადლობა მუსა. ღმერთმა ქნას ცუდად არ შემომიტრიალდეს. იმედი მაქვს თავის დროზე გადაიხდე. გადავიხდი. ეს ჩვენ შორის დარჩეს, კარგი? ამის თქმა არ არის საჭირო ძმაო. ვერ ხვდები რაში გამიმართლა და რაში არა. ჩემზე იმდენი არაფერი იცი რომ რაღაც წარმოდგენა შეგიქმნას. თუ იცი, ჩემი ძმა რამეს გიყვება ხოლმე? არა ძვირფასო. შენს მასთან ასე ახლოს არ ვარ. მხოლოდ ორჯერ შევესარი თქვენ სატელეფონო საუბარს. სულ ეს არის და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შეხვედრა გქონდა ლიფტში. ეს არ უნდა დავივიწყოთ. შენ ამბობ რომ მამა შენს არ იცნობდი არა? პატარა იყავი რომ დაკარგე. დედა შენი? დედა ჩემი მეორედ გათხოვდა. მომისმინე. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი. ჩემი მდგომარეობა შენს მდგომარეობას შეადარე, მერე კი მიხვდები, რა კარგი ძმა გყავს. მიხვდები როგორ ზრუნავს შენზე. გისმენ. მე არ ვარ. ტყულს ვერ ვეტყვი. დიახ საყვარელო, რივსგართან, ჰაკანის მასთან ერთად ვარ. ვერ გავიგე რივსგართან რა გინდა? მერე მოგიყვები, გრძელი ამბავია, მაგრამ შენ ბატონ ჰაგანს არაფერი უთხრა, კარგი? კარგი, სად ხარ? მეც მოვდივარ. არა საყვარელო, არ არის საჭირო. მოვალ ძვირფასო, ნუ მეწინააღმდეგები, სად ხარ? კარგი. სალჯაკის სანაპიროზე ვართ. კარგი. მალე მანდ ვიქნები. მოდის? მაშინ მე წავალ. კიდევ ოზანის ნახვა არ მინდა. ანუ აქ მარტო დამტოვებ? ეს რა ბედი მაქვს? ყველა მხრიდან მიტევენ. გრცხვენოდეს. მე კი მეგონა კარგად ვილაპარაკებდით. ანუ ასე მალე მოგბეზრდა? კარგი ძვირფასო, რაც მართალია. კარგად ვისაუბრეთ. შენგან ამის მოსმენა ძალიან დიდი პატივია. ჯანან, ომუთი ვერ დავინახე, სად არის? ომუთ საქმე ჰქონდა და გავუშვი. გოგოებიდან რომელიმეს გამოუშვებ დასახმარებლად. კარგი ჯანან. აკადემიასთან დაკავშირებით უნდა დავლაპარაკებოდი. თუ იგო,
ამის მერე სანამ თანამშრომლებსადმი გავუშვებ, მე შემატყობინე, კარგი? Asistanlarım hakkında karar ფიქრობ მე როგორც ჩვენს ასისტენტს უფლება მაქვს გადაწყვეტილებები მივიღო. შენი ძმა რამდენი წლისაა? ერთი წლით უმცროსია შენზე. ისიც ძალიან გრძნობიარე და ემოციური. შენ გგავს. იცი როგორ მეწოდება? შენ არ იცი ბავშვობიდან რისი გადატანა უწევს. ვცდილობ დავეხმარო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. ცხოვრება სასტიკია. სუპერძალა არ აქვს, მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი საყვარელი ჯადოქარი. ჯოხს ავიქნევდი და რაღაცებს შევცვლიდი. იცი, მგონი, შენ მართლა გაქვს რაღაც ჯადოქრული. ეს მართლა შეგიძლია. ის როგორ აკეთებდა? მიდი შენც გააკეთე. არა, ასე არა. Olmuyor öyle. ტუჩებსაც ათამაშებ. საყვარელო. როგორ ხარ? რუსგა როგორ ხარ? კარგად ძმაო. ბიჭო, რამდენი ხანი არ მინახი ხარ? რას ვიზამ, სკოლა დაგვეწყო. როგორ ხარ, ძველებურად? რამე პრობლემაა? რა ხდება? უმუთი მოგიყვება. მე უნდა წავიდე, მეგობრები მელოდებიან. კარგად. იცოდე სახლში დროულად დაბრუნდი. საყვარელო სკოლიდან დარეკეს. მოდი მოგიყვები. სკოლაში რაღაც პრობლემა ჰქონდა. დამირეკა და მეც როგორც შემეძლო დავეხმარე. Yardım etmeye çalıştım. თქვენ შენ და რუსგარი როდიდან ხართ ასე ახლოს? ანუ სკოლის პრობლემების გამო შენთან რომ რეკავს? კარგი, ჰაკანთან მუშაობ, მაგრამ ჰაკანის პირადი საქმეების მოგვარება შენი საქმეა? რა, აი ეს ასეა? საყვარელო სიმართლე გითხრა, თავადაც არ ვიცი რატომ დამირეკა. მე შემარჩია როგორც ჩანს მენდობა. ახლა გარდატეხის ასაკშია, პრობლემები აქვს, მე რა ვქნა? ჰაკანმა ისიც მოიყვანა სამუშაოდ. ხანდახან საუბრობთ ხოლმე. არ მესმის ასე რატომ გაბრაზდი? იმიტომ რომ რუსგარი ცოტა პრობლემური ბავშვია. არ მინდა რომ შენი კეთილგანწყობა ცუდად გამოიყენოს, სულ ესაა? რადგან შენ დაგირეკა, ესე იგი რაღაც დააშავა და ჰაკანს უმალავს. ჰაკანი 2 წელია რას არ იტანს მის გამო. თან ჰაკანმა რომ გაიგოს ეს ამბავი, შენ დაგაბრალებს. ასეთი რამის გამო ჰაკანთან პრობლემა რატომ უნდა შევიქმნათ? ოზან, გონი ცოტას აზვიადებ. გისმენ მამა, ოზან. თითქოს საბუთები სატრანსპორტო კომპანიაში გავგზავნეო, მაგრამ ჯერ არ მისულა. დავრეკე და სატვირთო ახალი გამოსულია. ეს სატვირთო ამ საღამოს აუცილებლად ნავსადგურში უნდა იყოს. გუშინ უნდა გამეგზავნა მამა, მეკონა გავაგზავნე, მაპატიე რა გთხოვ დამავიწყდა. შვილო, შენ რა დამცინი? აკაურობა საბავშვო ბაღი ხომ არ გონია? ეს შეცდომა სხვას რომ დაეშვა, ახლა უკვე გაგდებული მეყოლებოდა. შენ დანარჩენებზე აჯერ მეტი ყურადღებით უნდა იყოს, შვილო. ეს რა არის? რა უპასუხისმგებლობაა? კვირდები, მამა, კვირდები, თუ საჭირო გახდება, მეც დავეხმარები ჩატვირთვაში. ყველაფერს გამოვასწორებ. შერაქენი? ხალხი დაამატე? კი, დავამატე, ბატონო. შენ თუ გინდა შორიდან გაიცი ბრძანება, ჩვენ კი აქ შენ შეცდომებს გამოვასწორებთ. კარგი რა, მამა, მოვდივარ. უკვე გამოვედი. მალე ვიქნები. ღმერთმა დასყევლოს. რაღაც მაინც იყოს რიგზე. რა ხდება საყვარელო? უნდა წავიდე, კომპანიაში სერიოზული პრობლემა მაქვს. შენ ფული გააქვს? მაქვს. გამომართვი. სამარშრუტო ტაქსით წავალ. ტაქსის ფულია, ჩემ შეყვარებულს ფული რომ მივცე არ შეიძლება. არ მინდა ჩემ გამოგაჩერებაზე იდგე. კარგი, სახლში რომ მიხვალ დამირეკე. კარგი.
შენ აქ რა გინდა? ქალბატონმა სუდამ ყველაფერი მითხრა. სხვა ვერავინ გამოგზავნა? გოგოებო, მართლა არ გრცხვენიათ? მამა შენის გამო შენ არ მეჩხუბე რამდენიმე დღის წინ. მითხარი, მამა ჩემი შანტაჟისტი არ არისო და შენც იმავეს აკეთებ? ბერს ვლაპარაკობ, თორემ სუდეც კი ვერ გიშველის. ჩვენ პატივს არავინ გვცემს და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ იმას არ ვიძლევით, რასაც შენ, ნუ თავხედობ. ყურადღების მისაქცევად იძულებული ვართ სხვა გზას მივმართოთ. შენს თავს მიხედე, კარგი? გოგოებო, ამას მუსა რომ გაიგებს, ალბათ იცით, რა დღეშიც ჩავარდებით. ახლა მე მომეცით ჩანაწერი. კიდევ ჩვენ ვართ შანტაჟისტები. ჩემს მას დამაპირისპირებ, მიდი აბა გაბედე და უთხარით, მას დაგაბუდავ. ხელი გამიშვი, გაჩერდი. გაჩერდი. მამა მოვიდა. რა ხდება აქ, რა ხდება? მამა მოვიდა და ჩხუბი დაგვიწყო, ვერ ხვდებით რა ხდება. რა გინდა შვილო? მე ჩხუბი არავისთან დამიწყია. ჩხუბი ხომ თქვენი ოჯახის მოგონილია. თავხედი. ისევ ძოლებურად იგესლება. მიდი გამოაჩინებ ჭღალები. ხმა ჩაიგდეთ, გაჩუმდით, მომისმინეთ. ამ სახლში თუ ბრუნდები, ადამიანურად დაბრუნდი. მე ამ სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ. ძალიან კმაყოფილი ვარ. აქედან რომ წავედი. საწოდაობაა. შვილები ჩვენ დაგემსგავსნენ. შეგველო. საკუთარ სახლში შენი დამცირება უნდა ვიტანო? ხელი გამიშვი მეთქი. გადი აქედან. გამიშვი. გაეთრიე. შენ ვინ ხარ ჩემს გოგოებს რო ამცირებ? რასაც აკეთებთ, იმით ვერაფერს მიაღწევთ. გონს მოდით. შენ კიდევ ბერს ლაპარაკობ. მამა გამიშვი და ამას უჩვენებს ეირს. რა პრობლემა გაქვს ჩემთან, მოდი. რას უყურებთ? კინო ხომ არ არის? მიდი, საქმეს მიხედეთ. თქვენ კიდე გაჩერდით და სახლში შედით. ზაფერ, რა გაჩხუბებთ? 2 წუთითაც არ დამაძინეთ. უმუთ. ჩემს გოგოსთან რა საქმე გაქვს ზაფერ? მე შენ გიჩვენებ ზაფერს. სულ ზაფერი. ერთხელ მაინც კითხე შენს გოგოს სახლში მოვიდა. გოგონებს დაერია. ზედმეტი მოგდით დედაშვილს. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. შეგნიჩედით. ხარა. მორჩა. ფილმი დასრულებულია. მომისმინე. შენ წადი აქედან. ნერვებს ნუ მომიშლი. და ახლა რა გამოხდა? არაფერი დაივიწყე. დედა. წამოდი. დღეს ღამით ჩემთან დარჩი. მომენატრე. ძალიან მინდა შვილო. მეც ძალიან მომენატრე. თვალებში გიყურებ, იქნებ რაღაც მითხას მეთქი. რა თქმა უნდა წამოვალ შვილო. მე? შენ როგორ არ მომენატრებოდი? მაშინ მე შემიძლია წამოვიდე. რა თქმა უნდა შეგიძლია. რაღაცებს ავიღებ და წავიდეთ. თქვენ წადით შვილო. დედა მარტო არ დატოვო. მე მუსასთან დაგელოდებით, კარგი? დედა, გრძელი ამბავია. მერე მოგიყვებით. თითქოს ცოტა შეიცვალა. მედით მოემზადეთ, გელოდებით. წამოდი შვილო, მოემზადოთ. სწრაფად. აიღერისი წამოღებაც გინდა. რა ხდება? საით გაგიწევიათ? ჩემ შვილთან მივდივარ. მან დაეტიე, სადაც ხართ. მომისმინე, ჭუიდან არ გადამიყვანო. აქედან ფეხს ვერ მოიცვლი. შენი შვილის აქციელის მერე გოგონებს ძლებს ვაკავებ. ვცდილობ სიტუაცია დავარეგულირო, ზედმეტი არ მოგივიდეს. თორემ რას იზამ ზაფერ? გამეყრები? გამეყარე ღვთის გულისთვის, გამეყარე. დამშორდი თუ ღმერთი გძამს. არ გამაგიჟა, თორემ მე ვიცი რასაც ვიზამ. ზაფერ, ჩემი გოგო უკვე ფეხზე დგას. შეუძლია თავის ძმასაც მიაქციოს ყურადღება. რას იზამ ციხეში ჩამსვამ? მიდი არ გაჩერდე, გაიქეცი. ახლა უკვე შემიძლია ციხეში ჩდომა. აღარ ვინერვიულებ. ჩემს სიდისთანაც სუფთა ვიქნები. შენს გოგონებთან დარჩები და მოგხედავენ. ამიერიდან ნაგავში იცხოვრებთ. კარგი. რადგან ასე გინდა, ასე იყოს. ერთი ღამე ზაფერ. ერთი ღამე. თუ ტვინი გაქვს ამაღამ გამიშვებ. თუ არა და რაც გინდა ისქენი. ჩემმა შვილმა მითხრა წამოდიო. ასე რომ რომც მომკლა, აქ ვერ გამაჩერებ და ვერც ალის შეუშლი ხელს.
სუდეს ჯერ არ დავიწყებია ჩანაწერები ხედავ. Gördün mü? Dedim ხომ გითხარი ჯერ ნურავის მივცემთ. hiçbir yere bizde. გაჩუმდი მამა არ გაიგოს. რა უნდა თქვენგან? არ ვიცით მამა. ვთხოვეთ რომ სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ შენს გაგლანძღა. მერე ჩემს ძმასაც გადასვდა. სისულელეები დაიწყო. ხო, ნერვები მოგვიშალა. საჩხუბრად მოვიდა. დედა ზელიხა და ალიკი მასთან გაიქცნენ. შენც არაფერს ეუბნები. კარგი, ჩვენ კარგი საქმე გავაკეთოთ. საჭმელი მოამზადეთ და ვჭამოთ. ძალიან მშია. ნერვიულობისგან უფრო მეტად მომშივდა. ძმაო, ეს ფეხბურთელები აიყვანე და ამ საქმეში ჩართე. 3 წელი ჩემპიონი ნუ გახდება. არ მინდა. უკაცრავად. Koçum. ძმაო, მეგობარო, გარეთ ცივა, შიგნით შედით. კარგად ვარ ძმაო, შიგნით შედით. შედით. მიდით მეგობრებო. მიდით. ფეხზე რატომ გახარ? დაჯექი. იყოს არ მინდა. დედა და ალი დღეს ჩემთან დარჩებიან. მერე? რატომ გაჩვენდი? მითხარი. რაღაც მინდა გთხოვო. მაგრამ კარგი, მოდი პირდაპირ გეტყვი. ქალბატონის უდე ხომ იცი? აი ის ქალი მე რომ ეხმარება. ახლა ქმარ შორდება. იმ კაცმა უხალადა. კომპანიაც წართვა და კიდევ ბევრი ცუდი რამ გაუკეთა. ერთ დღეს ძალიან განერვიულებული იყო და თავის ქმარს ეჩხუბა. ჩვენი გოგონები კი ზუსტად იმ დროს იქ ყოფილან და ყველაფერი ჩაუწერიათ. ჯერ კიდევ გუშინ იმ ქალმა პრესასთან განცხადება გააკეთა. ერთმანეთს ცივილურად შორდებითო. გოგონები კი იმ ჩანაწერით ემუქრებიან. ეს როგორ? ჩვენები? რატომ? რაღაც როლი უნდათ, რაც შესთავაზეს მგონი ის არ მოეწონათ. მუსა, ეს იმიტომ კი არ გიამბე რომ წახვიდე და მათ ეჩხუბო. ან რამე დაუშაო. ვეცადე ამეხსნა, მაგრამ არ მომისმინეს. ქალბატონის უდე ახლა მართლა ძალიან რთულ ვითარებაშია. გესმის, ის ჩანაწერი უნდა წაშალო. კარგი. ეხლა მე თქვენ სახლამდე მიგიყვანთ. არა, არ არის საჭირო. სამარშრუტო ტაქსით წავალთ. მეც აქ ვარ, მარტო არ არიან. კარგი, მაშინ არ დაიგვიანოთ. ფალე მომიკითხე. დედამისიც. კარგი, წავიდეთ. რა ვიცი, გოგო ერთ დღეს ერთს მიყავს სახლში, მეორე დღეს ხვისი მანქანით მიდის. ხალხმა რა იცი, შემიხარ. როგორი ხარ? მაგალითად ამას წინათ მე გავგიშდი თურმე მისი უფროსი ყოფილა. სახლში მიიყვანა. დაო, თავი დაანებე, მე მივხედავ. მოდი დაწექი.
ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ. მოდი ახლა დაიძინე. ცილებისა. ცილებისა. დედა სიხარული მოვიდა. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი ჩემო ძვირფასო. ჩემო ძვირფასო. მეგონა ჩემთან არ გამოგიშვებდა და შემაშინა. როგორ ჩაგეხუდა? დედა, შენ ასე თავისუფლად ვერ დაიზინებ. რა ვქნა? შვილო. შენ გვერდით თავს ისე გრძნობ თითქოს 4-ხეში ვიყო. უმუთ. კარგი არ არის ჰალეს დედა სოფელში რომ წავიდა. თქვენ კი აქ მარტო ხართ. ვინმე გჭირდება შვილო? ვინმე ვინც მოგხედავთ? დედამისი როდის დაბრუნდება? ბებია ძალიან ცუდად ხავს. არ ვიცი დედა, ალბათ არა. მოდი ახლა ამაზე არ ვილაპარაკოთ. ღმერთმა მალე გამოაჯამრთელოს. ღმერთმა გამძლეობა მისცეს. იმ ქალს ერთხელ მაინც უნდა შევხვდე მადლობის სათქმელად. დავურეკავ მაინც. ჩემ შვილს კარი გაუღო შეიფარა. მადლობას მაინც ვეთყვი. მადლობა მაინც უნდა ვუთხრა. კარგი დედა, დავურეკოთ. ამ დროს ხომ არ დავურეკავთ? არა შვილო, ახლა არ შეიძლება. როცა ეცლება მაშინ. იცი ბოლო ხნის მანძილზე პირველად დავიძინებ მშვიდად. ჩემო საყვარელო, ჩემო სიხარულო, ჩემო ლამაზო. მოდი ბალიში გავასწოროთ. როგორ ვაკეთებდით ხოლმე? აი ასე, მოდი, მოდი. ასე კარგად ხარ დედა? კარგად ვარ შვილო. ანუ კარგად ხარ. ხო, მოდი დავიძინო ცილებისა შვილო. ცილებისა. დედა სიცოცხლე ხარ. ამ კახბას უყურებ, ამბავი რამალი მიუტანია. მხოლოდ შენ გვიცავდი ძმაო. ახლა კი შენს მის მხარეს გადახვედი. ეს რა შუაშია? ჩვენ რა ომში ვართ? რასაც აკეთებ დიდი შეცდომაა. რისი იმედი გაქვთ, რომ მიდიხარ და ადამიანს აშანდაჟებთ? ქალმა ეს სერიოზულად რომ მიიღოს და თავისი ხალხი გამოგზავნოს, მერე რას აპირებთ? გინდა ჩარში გამხვიოთ? ნეტავ გენახა როგორ მოგვექცა. ჩვენც ისე რომ დაგხმარებოდა როგორც უმოც. იელდა, არ გინდა, როცა მართლები იყავით, როდის არა მოგიდექით მხარში. თქვენ აქ რაღაც საქმეებს ხლართავთ და თან? ქალბატონი უმოჩი როგორ იქცეოდა მგონი დაგავიწყდა. ყველაფერს ერთმანეთში ნუაურებ, მოთმინება არ დამაკარგინო. აქ რა ხდება? არაფერი მამა. გოგოებს ველაპარაკები, თავად მოგვარდებით. როგორ მელაპარაკებ? მე ამ ოჯახის უფროსი ვარ. ქალბატონი უმოთის გამო პასუხს ჩვენ გვთხოვს. ჩვენ რასაც გვეტყვით, ყველაფერი შევასრულოთ. თქვენ კი მის გვერდით იყავით. ნუ ყვაყლოჩინო, თორე მოგხვდება. ჰეი, მამამისი აქ არის, აქ. მომისმინე? რა მოხდა ბიჭო? რა არ მოგეწონა? ეს ყველაფერი შენ გამოგჭირს. ახლა კი მოდიხარ, უმუც იცავ და ჩვენ გვეჭხუბები. შენ გამო რა არ გადავიტანეთ. ახლა ჯელტმენობის როლს ნუ თამაშობ. შენს გაფუჭებულ საქმეს მე ვასწორებ, მე. კარგი მამა რომ იყავი, იმიტომ ვარ ამ დღეში. ეს მეორე იყო.
გავთხილებ, მეტი აღარ გაბედო. შენ ვის ემუქრები შეთავხედო? ჰალე, ღმერთო, ასეთი რა საიდუმლოა. კარგი, ახლა ფატიხის თავი არ მაქვს. რაღაც მინდა კითხო. გახსოვს თქვენთან რომ მოვედი, ომუთის ნახვა მინდოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით შერიგებულები. შენ კი სახლში არ შემომიშვი, მუსაზე მინდოდა დალაპარაკება, გაგახსენდა? მერე მე გითხე ზემოთ ვინ არის მეთქი? ჰაკანი იყო არა? როგორც გითხარით, აქედან ქვემოთ ჩადიხართ და მერე მარცხენა მხარეს უხვევთ. გინდათ გამოგყვეთ. არა, თვითონ ვიპოვით. შენ საქმეს მიხედე შვილო. ჩვენ წავალთ. რა ვიცი, ნეტავ დღესაც დარჩენილიყავით. ძალიან მომენადრეთ. მერე კიდევ მოვალთ შვილო. ახლა ზაფერს ნუ გავაგიჟებთ. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებ. მინდა რომ შენ აღარ იმუშაო. ეს დანჯვა დასრულდეს. ილოცეთ ჩემთვის. ყოველთვის ლოცულობ შვილო. ყოველთვის. აი ნახავ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. ჩემზე არ იფიქრო. რასაც თქვენთვის ვაკეთებ, ჩემთვის სატანჯველი არ არის. ამდენი თუ ილაპარაკეთ, საქმეს მოწდებით. ჯობს დავითვალოთ და დავიშალოთ. კარგი. მაშინ ვითვლი. მიდი. 1, 2, 3. ახლა წადით. წარმატებები. ჰალეს დედასთან დარეკვა დამავიწყდა. უმუთ. ჰალეს დედასთან რომ არ ესმის. კარგი სხვა დროს იყოს. ოზან, უმუც რატომ არ ეკითხები? ისევ რატომ ვრევ თქვენ საქმეში? ძალიან მიხდება ეს როლი. ჩემი ცხოვრება თქვენი ცხოვრებასავით მნიშვნელოვანი არ არის. ამას როგორ ამბობ, ჰალე? შენ იმიტომ გეკითხები, რომ ტყუილს არ მეტყვი. თანაც არ ვიცოდი, რომ ჰაკანთან ასე მეგობრობდით. რატომ დამიმალე, რომ სახლში სტუმრად ჰაკანი ყავდათ? ეს ძალიან მარტივი კითხვა, არა? ძვირფასო, რომ ცოდნო და არ დაგიმალავდი. მუსა მოვიდა იჩხუბა. უმუთი ძალიან ცუდად იყო. ლაპარაკის თავიც კი არ ქონდა. ის კაცი კი ყველაფერს შეესრო და უმუთი შინ შემოიყვანა. შენც რომ შემეყვანე სახლში, მთლად დაირეოდა ყველაფერი. რა იყო, რამე დაშავდა? ჰაკანზე ამდენს რატომ ფიქრობ? არაფერი, ჰალე. დიახ. უმუთ. ცოტა ხნის წინ ჩემთან ოზანი იყო. მუსასთან ჩხუბის ღამეს რომ მოვიდა გახსოვს? მე ვუთხარი უმუთის სახლში არ არის მეთქი. დღეს თვალებში შემომხედა და ისე მკითხა. ჰაკანი იმ დღეს თქვენთან თუ იყო? ღმერთო ჩემო. ეს საიდან გაახსენდა? მეც ვერ მივხვდი. ვეცადე რომ გამეგო, მაგრამ ჰაკანს ასე რატომ გადაეკიდა? არც მე ვიცი. კარგი ძვირფასო, დავურეკავ და დაველაპარაკები. კარგი ოღონდ არ უთხრა, რომ მეკითხარი. კარგი. დილამშვიდობისა, ძვირფასო. დილამშვიდობისა. წუხელ ალი და დედა დარჩნენ ჩემთან. გათენებამდე ვლაპარაკობდით. ამ დილით ჩამეძინა. ახლა ლექციაზე მაგვიანდება. ნეტავ ჩემი შეყვარებული თუ მომისრებს. ახლავე მოვდივარ. კარგი. სკოლის ხსენებაზე სუნთქვა მეკვრება. პრეზენტაციის ამბავი წამალივითაა ჩემთვის. რა თქმა უნდა მოვალ, გმადლობთ. გუშინ თქვენი დისთვისაც გვინდოდა გვეთქვა, მაგრამ დაგვავიწყდა. ჩემი დისთვის? გუშინდელი პრობლემის გამო გვინდოდა თქვენთან დარეკვა, მაგრამ რადგან თქვენ ქალაქგარეთ იყავით, რიუს გარმა თქვენს დაურეკა. პრობლემა ხომ არ არის? არა. გმადლობთ, ნახვამდის. ასლი.
სპონსორებთან შეხვედრა დააჩქარე. verdiğiniz დეტალები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვიხილოთ. ბერნა, შენ კიდევ იელზის სახლის საქმეებს მიხედე, კარგი? დუიგო, რიუსგარს ამ სულელურ თამაში როგორ აყევი? რაზე ლაპარაკობ, ჰაგან? სკოლაში მისულ ხარ, როგორც მისი უფროსი და ისე შემწვა იმ კაცს ვერაფერი ვკითხე. ორივემ სულელურ მდგომარეობაში ჩამაყენეთ. ამჯერად რა დააშავა? რა უფროსი და ჰაგან? მე არ საწავსულ ვარ. რაზე მელაპარაკები? ნუ არყოფ. და კიდევ უფრო მეტად ნუ მიშლი ნერვებს. ამჯერად ზედმეტი მოგივიდა. ძალიან. რაზე გავჩერდით? სახლის შერჩევაზე გავჩერდით. ალბათ რაც ვნახეთ, ის არ მოგეწონათ. რომ მოგწონებოდა, ახალს ხომ არ მოვძებნიდით. საყვარელო, არ ვიცი სხვა რა ვთქვა. შენ არი დარდო, რიუსგარს დავალაპარაკები და ვეთქვი რომ ოჯახის საქმეებში მე აღარ ჩამრიოს. ბატონი ჰაგანიც რამეს თუ იტყვის? კარგი, რაღაცას გთხოვ. მოდის ხებზე ნუ ღარ ვილაპარაკებთ, ისედაც ცოტა ხნით ვნახულობ. რიუსგარზე და ჰაგანზე ლაპარაკი არ მიდა, საკმარისია, შევთანხმდით? Yeter anlaştık. Tamam. ოზან, რამდენიმე დღეა რაღაც მაწუხებს. ბატონი ჰაგანის სახელს ვახსენებ თუ არა არ ვიცი, მაშინვე იძაბები, უცნაურად იქცევი. რამეს მიმალავ? Sen bunu არა, ასე რატომ ფიქრობ? არ ვიცი, უცნაურად იქცევი. ვერ ხვდები. თქვენ შორის რაღაც ხდება. ხომ გითხარი? onlar მას და მამას საერთო საქმე უნდა წამოეწყოთ. ჰაგანმა უარი თქვა. აპატია, მაგრამ ამის გამო მის მიმართ ნდობა დაგვარგა. ხომ გესმის? ოზან, არაფერია, უკვე მოვაგვარეთ. hallediyoruz. პრობლემა აღარაა. Sorun yok. ოზან, მაპატია, მაგრამ ამის ამჯერა. რატომ? მატყუარა ვარ? არა, მატყუარა არ ხარ. და სწორედ ამიტომ, შენი ნათქვამიც არადამაჯერებელია. მინდა ვიცოდე რა გაწუხებს. ბატონ ჰაგანზე რამე უნდა ვიცოდე? Ne var?